ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ისტორია არ იცის. დიახ მეგობრებო, აი რატომ ჰქონდა ევროკავშირს ახლახან დიპლომატიური დაძაბულობა ჩინეთთან. მისი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის შემდეგი კომენტარების გამო. რუსეთი ჩინეთს მიმართავდა და ამბობდა, ჩვენ მოვიგეთ მეორე მსოფლიო ომი, ჩვენ მოვიგეთ მეორე მსოფლიო ომი, ჩვენ დავამარცხეთ ნაცისტები. კარგი, მაგრამ ეს რაღაც ახალია. ჩემო მეგობარო კაია კალას, ეს შეიძლება მხოლოდ შენთვის იყოს ახალი. ერთი მხრივ რუსები, უკრაინელები, ბელარუსები და საბჭოთა კავშირის სხვა ხალხები მოკავშირე ქვეყნების დანარჩენ ნაწილთან ერთად იბრძოდნენ ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ 1945 წელს. ხოლო მსოფლიოს მეორე მხარეს ჩინეთის არმია ამაცურად ებრძოდა იმპერიულ იაპონიას. ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირეს. კაია კალასის ეს კომენტარები არა მხოლოდ ისტორიის დამახინჯებაა, არამედ შეურაცხყოფს იმ მილიონობით ჩინელ და საბჭოთა ჯარისკაცს, რომლებიც ფაშიზმთან ბრძოლაში დაიღუპნენ. საუბარია დაახლოებით 9 მილიონ საბჭოელ და 4 მილიონ ჩინელ ჯარისკაცზე, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს მეორე მსოფლიო ომში. სერიოზულად კაია კალას, მე ვერ ხვდები პირადად გძულს თუ არა ჩინეთი და რუსეთი. მაგრამ შენი როგორც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის პასუხისმგებლობა ააგო ხიდები ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ სახელმწიფოებს შორის. მაშინაც კი თუ ამ სახელმწიფოებს ყველაფერში არ ეთანხმები. შენი სიტყვებით რომ ვთქვათ, შენ ამ ქვეყნებთან ხიდებს სწვალ, ასე რომ საშინლად ასრულებს საკუთარ მოვალეობას. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.